რატომ ვერ ამთავრებენ ქალბატონები ტოქსიურ ურთიერთობას? პირველი მიზეზი არის ის, რომ ფინანსურად არიან დამოკიდებული ქმარზე, საყვარელზე, თუ ვინც არის, ხო, სტატუს მნიშვნელობა არ აქვს. ან ყავთ შვილები, ან ყავთ ქმარი და არ შეუძლიათ მიუხედავად იმისა, შეიძლება სცემდეს, ასე შემდეგ, ამ ტოქსიური ურთიერთობიდან ვერ გამოსდის, მერე ემართება ჯანმრთელობის პრობლემები, ხშირ შემთხვევაში სიმსივნე, კიბო და ასე შემდეგ. მეორე შემთხვევა არის ის, რომ შეიძლება ქალბატონებს ფულიც ჰქონდეთ, ყველაფერი ჰქონდეთ, მაგრამ ჰქონდეთ ემოციური კრიზისი თავის თავთან, ანუ თავდაჯერებულობის პრობლემა და შეუყვარდეთ სრულიად მასზე დაბალი ადამიანი, როგორც ქონებით, ასევე, ცხოვრების დონით, ესე ვთქვათ, და გაგებით, მაგრამ მაინც ვერ გამოდიან ტოქსიური ურთიერთობებიდან, იმიტომ რომ შებორკილები არიან ამ მამაკაცზე უყვართ და ასე შემდეგ. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გავრცელებული განსაკუთრებით ქართველ მამაკაცებში და არა მარტო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ქართველებზე ვსაუბრობთ, მანიპულაცია. კაცები რატომღაც ძალიან დახელოვნდნენ ამაში. თქვენ და გასაკვირად, კაცები ჯადოებსაც აკეთებენ ამ ბოლო დროს უამრავს ქალებზე და უნდათ რომ ყველგან დადონ თავისი კვერცხი, ანუ ყველგან ბუდე შეიქმნან. ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით ემიგრანტ ქალბატონებზე 4-5 ადამიანი ყავთ, რომელიც სახლიდან ვერ გამოდიან და სახლიდან მუშაობენ და ერთმანეთის შესახებ მათ არ იციან. ანუ რისკენ მივდივარ, რა მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში წმენდის რიტუალებს რატო ვაკეთებინებ ხოლმე ადამიანს, რომ გონება გაეხსნას ადამიანს, საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნოს, რაც ესეთი ადვილი არ არის, მაგრამ მე ფსიქოლოგიურად ვეხმარები ადამიანებს წმენდასთან ერთად. გაიკეთოს ბარაქის რიტუალი, რომ შესაბამისი ბარაქა ჰქონდეს გარკვეულ საკითხში, რასაც დაიწყებს ძალიან ძლიერი და სწრაფი, რომ სხვაზე არ იყოს დამოკიდებული და ადვილად ამოიცნოს მანიპულატორი ადამიანი, რომელიც მისით თამაშს ვერ შეძლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მანიპულატორები ქალებიც არსებობენ, რა თქმა უნდა, ქალების მიმართ მეგობარი იქნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ეს სამი პირობა, რაც ჩამოვთვალე ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი და საშიშია. ხშირ შემთხვევაში ჯადოზე უარესი და დამღუპველი. ამიტომ რადარები ჩართული უნდა გქონდეთ, ამას სჭირდება სუფთა გონება და სამწუხაროდ მამაკაცები ძალიან ხშირად მიმართავენ ჯადოს, რაც ძალიან სამწუხაროა ამ ბოლო დროს.